ამაზონი შეიძლება საშიშია, მაგრამ აფრიკაში არის მდინარე, რომელიც ყოველ წელს ათასობით ადამიანს კლავს და ეს ყველაზე ტოქსიკური მდინარედაც ითვლება. Am ვიდეოში გაიგებთ ისეთ მდინარეებზე, რომლებიც ამაზონზე ბევრად საშიშია. ზოგიერთი მათგანი დიდ მასობრივ დახჭობებს იწვევს. ზოგიც სახიფათო ქიმიკატებს შეიცავს და არის ისეთი მდინარე, რომელიც პარაზიტებით მილიონობით ადამიანს აზიანებს. Am მდინარეთაგან რომელიმეს გადალახვა ყოველგვარი დაცვის გარეშე რომ გიწევდეს, რომელს აარიგებდი ყველაზე მეტად თავს. გაწერე პასუხი კომენტარებში მას შემდეგ, რაც გაიგებთ თუ რა იმართება ნავებს კონგოს მდინარეში. ასევე არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი და გააქტიუროს არისღილაკი. დავიწყოთ. კონგოს მდინარე 4700 კილომეტრზე მეტია სიგრძეში და 220 მეტრამდე სიღრმის, რაც მას დედამიწაზე ყველაზე ღრმა მდინარედ აქცევს, მაგრამ მისი ყველაზე საშიში მხარე ის არის, რასაც ერთი შეხედვით ვერ ამჩნევთ. მისი მშვიდი ზედაპირის ქვემოთ იმალება მძლავრი მორევები, არამდგრადი დინებები და ისეთი ძალები, რომლებიც ხშირად ნავებს აბრუნებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი გადატვირთულია. რაც იქ ძალიან ხშირია, რადგან გზები და ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ არსებობს. მხოლოდ 2021 წელს კონგოს მდინარეზე ნავების ამოტრიალების შედეგად 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უმეტესობას ვერც კი პოულობენ სიღრმის და საშინელი დალღების გამო. მაშველებიც კი მცირე რიცხოვანია, განსაკუთრებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ხალხს პატარა ხის ნავები ან თვითნაკეთი ტივები გააჩნიან. საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და ადამიანი სამუდამოდ ქრება. და ეს არ არის ყველაფერი. ამ წყლებში ისეთი დაავადებები იპოვეს, როგორიც ქოლორია. ასე რომ კონგოს მდინარე ადამიანს კლავს ბუნებრივი პირობებითაც და ადამიანების უყურადღებობითაც. დედამიწაზე არ არსებობს სხვა მდინარე, რომელიც წელიწადში იმდენ ადამიანს იდაცებს, რამდენსაც კონგოს მდინარე. დოღარი მდინარე ის ერთ-ერთი იშვიათი მდინარეა, რომელიც ადამიანს დახჭობის გარეშეც კლავს. ის ღრმად იმალება პერუს ამაზონის ჯუნგლებში. სიგრძე მხოლოდ 6.4 კილომეტრია, მაგრამ მიწისქვეშა სითბო წყალს 93 გრადუსამდე აცხელებს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ კანი წამებში მესამე ხარისხის დამწვრობამდე მივიდეს. რამდენჯერმე დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც ცხოველები შემთხვევით ჩავარდნილან და პირდაპირ მდინარეში მოხარშულან. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მდინარე ბუნებრივად თბება, არა ვულკანით, არამედ მიწისქვეშა გეოთერმული ენერგიით. ადგილობრივებისთვის ამ მდინარეს სულიერი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საფრთხე ცხადია. ერთმა მკვლევარმა პირადად ნახა, როგორ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი. სხეული წუთების განმავლობაში განაგრძობდა მოძრაობას ტკივილისგან. იქ არ არის არც გამოფრთხილებელი ნიშნები და არც ხობეები. ზედაპირზე ის ჩვეულებრივ მდინარეს გავს, მაგრამ შიგნით მომოკვდინებელი სიცხეა. ეს არ არის ლეგენდა, ეს მდინარე მართლა მოხარშავს ადამიანს ცოცხლად. იმისთვის, რომ მდინარე საშიში იყოს, მაინც და მაინც ნიანგები ან მორევები არაა საჭირო. ზოგჯერ მკვლელი შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, ან კიდევ უარესი ის ყველგანაა. დასავლეთ იავაზე მდებარე სიტარომის მდინარე ხშირად მოიხსენიება როგორც დედამიწაზე ყველაზე დაბინძურებული მდინარე. მისი ნაპირები 2000-ზე მეტ ქარხანას მეუყვება. ტექსტილი, ქიმიური პლასტმასი, რომელიც წყალში უშუალოდ იღრება ვერცხლის წყალთანმტყვიასთან, კადმიუმთან და ზოგჯერ რადიოაქტიურ ნარჩენებთან ერთადაც კი. ეს მდინარე 25 მილიონზე მეტი ადამიანისთვის წყლის ძირითადი წყაროა, მაგრამ ზოგ ადგილას წყალი საერთოდ აღარ ჩანს. ნაგავი ფარავს ყველაფერს. ჯანმრთელობაზე ზეგავლენა შემზარავია. ადგილობრივებს აქვთ კანის გამონაყარი, სუნთქვის პრობლემები, ზოგი ბავშვი თანდაყოლილი დაავადებით იბადება და ხშირია კიბოც. ბავშვები მაინც თამაშობენ აპირებთან, ხოლო მეზობლად მყოფი ფერმერები ამავე წყლით რწყავენ ბრინჯის ველებს. მიუხედავად იმისა, რომ გაწმენდითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, პროგრესი ძალიან ნელია. ზოგ ადგილას მხოლოდ ცურო კი არა, მდინარესთან დგომაც კი სახიფათოა. სიტარომის მდინარე უკვე აღარ მიედინება, ის ადგილზლპება. ახლა კი გადავიდეთ ინდოეთში, სადაც მილიონებისთვის განგი წმინდა მდინარეა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სულს აზობთავებდეს, სხეულისთვის ის უკვე სერიოზულ საფრთხედ იქცა. დღეში 1.3 მილიარდ ლიტრზე მეტი დაუმუშავებელი ნარჩენი ჩაედინება განგში, მათ შორის ქარხნების, ქიმიური საწარმოების და ქიმიკატების ნარჩენები. ხშირად იქ პოულობენ ადამიანის სხედრებს, ზოგჯერ დაუწვავი ან მხოლოდ ნაწილობრივ დამწვარი, განსაკუთრებით ვარანასის სიახლოვეს. ნაწლავის ჟღირი ზოგ მონაკვეთში 100-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცურვისთვის დაშვებულ უსაფრთხო დონეს. შედეგად მდინარის ქვედა დინების ადგილებში ხშირია ქოლერა, დიზენტერია, ტიფი და ჰეპატიტი. ინდოეთის ეროვნული კიბოს რეესტრის მიხედვით, განგის სანაპიროსთან მდებარე ქალაქებში კიბოს შემთხვევები ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი დღემდე ბანაობს ამ მდინარეში რწმენის გამო. მეცნიერები კი გვაფრთხილებენ, განგის წყლებში უკვე გავრცელდა ბაქტერიები, რომლებიც ანტიბიოტიკებს აღარ ემორჩილებიან და ეს საფრთხე მხოლოდ ინდოეთისთვის არ არის. ირონიულად ეს ერთ-ერთი ყველაზე წმინდა მდინარეა და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი. ასეულობით წლის განმავლობაში ყვითელმა მდინარემ ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის არსებობა უზრუნველყო, მაგრამ ის ასევე ცნობილია როგორც ჩინეთის სევდა, სახელწოდება რომელიც უამრავმა ტრაგედიამ მოიტანა. ეს მდინარე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ წყალდიდობებს უკავშირდება. 1887 წელს ერთმა წყალდიდობამ დაახლოებით 900,000-დან 2 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. 1921 წელს მომხდარმა წყალდიდობამ კი 1-დან 4 მილიონამდე ადამიანი შეიძირა, მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც მოგვიანებით შიმშილით და დაავადებებით გარდაიცვალა. რატომ არის ეს მდინარე ასეთი საშიში? ეს წყალი შლამით, ანუ დაბინძურებული ნალექით არის სავსე, რაც მდინარის ფსკერს მუდმივად ამაღლებს დროთა განმავლობაში. ეს ირგვლივ მდებარე ქალაქებზე მაღლა მიედინება და როცა ნაპირს გადმოსცდება, წყალი გამანადგურებელი ძალით ეცემა დაბლობებს. დღესდღეობით მიუხედავად იმისა, რომ ინჟინერიის დახმარებით მასშტაბური წყალდიდობები შემცირდა, ახალი საფრთხეები გაჩნდა. მრავალი მონაკვეთი სერიოზულად დაბინძურებულია ქარხნული ნარჩენებით. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მდინარის წყლის დაახლოებით მესამედი იმდენად ტოქსიკურია, რომ ვერც დასალევად და ვერც სასოფლო სამეურნეოდ ვერ გამოიყენება. ეს მდინარე იმპერიებს აშენებდა და შემდეგ ანგრევდა კიდეც. მდინარე ბრაჰმაპუტრას შესახებ ბევრმა აზიის გარეთ არც კი იცის, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ის იწყება ჰიმალაებიდან და გაივლის ინდოეთსა და ბანგლადეშს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წყალდიდობებით დატვირთული მდინარე დედამიწაზე. ყოველწლიურად წვიმების სეზონის დროს მდინარე სწრაფად იზრდება თოვლის დნობისა და წვიმების გამო. იგი ტოვებს ნაპირებს, ძირავს ქალაქებს, სოფლებსა და გზებს. ინდოეთის ასამის რეგიონში წლებიარაც მილიონობით ადამიანი იძულებულია დატოვოს სახლი. მარტო 2022 წელს ბრაჰმაპუტრასთან დაკავშირებულმა წყალდიდობებმა 9 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა ინდოეთსა და ბანგლადეშში. მაგრამ ეს მდინარე მხოლოდ დატბორვის გამო არ არის საშიში. ის ასევე მდებარეობს მიწისძვრებით აქტიურ ზონაში და როცა მიწა იზვრის, მდინარემ შესაძლოა ღამის განმავლობაში შეიცვალოს მიმართულება. ასე დროს მდინარე ქმნის ახალ კალაპოტს და მთლიანად შლის გზაზე მყოფ დასახლებებს. გამხდარი ტყეები, ხშირი წვიმები და გამდნარი მყინვარები მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას. ნიადაგს აღარ აქვს ძალა წყლის შეკავებისთვის. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ბრაჰმაპუტრა მომავალში კიდევ უფრო არამდგრადი და საშიში გახდება. ზამბეზი აფრიკაში მეოთხე ყველაზე გრძელი მდინარეა და მასზე მდებარეობს მშვენიერი ვიქტორიას ჩანჩქერები. მაგრამ ეს სილამაზე მაღავს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მდინარეს კონტინენტზე. ზოგ მონაკვეთში განსაკუთრებით ჩანჩქერებთან, ზამბიის, მოზამბიკისა და ზიმბაბვეს ტერიტორიებზე მდინარე სავსეა ნილოსის ნიანგებითა და აგრესიული ჰიპოპოტამებით. ეს ცხოველები წელიწადში ასობით თავდასხმას ახორციელებენ ადამიანებზე. ბევრს ჰიპოპოტამი უწყინარი ჰქონია, მაგრამ ის ყველაზე მომაკვდინებელი დიდი ხმელეთის ძუძუმწოვარია აფრიკაში. მათი თავდასხმების უმეტესობა სწორედ ზამბეზის მსგავს მდინარეებში ხდება, განსაკუთრებით განთიადზე და მზის ჩასვლისას, როცა ისინი საძოვრებზე გადადიან. მდინარეში ასევე არის სწრაფი ერთი შეხედვით მშვიდი დინებები და ფარული მორევები. წელიწადში ათასობით ადამიანი იძირება, განსაკუთრებით წვიმების სეზონზე, როცა მდინარე დიდდება. წყლით გადამტანი დაავადებებიც ხშირია. ქოლერა, შისტოსომოზი, შესაბამისი პარაზიტი კანს შეხებით ედება, რაც ზამბეზს ნამდვილ საფრთხედ აქცევს მისი გაუთვალისწინებლობა. ერთ ადგილზე წყალი მშვიდია და რამდენიმე მეტრში კი სიცოცხლეს გართმევს. ადგილობრივი გიდები ხშირად აფრთხილებენ ტურისტებს ზამბეზის ყველაზე უწყინარი წყალი სავსეა საიდუმლოებებით. ეს მდინარე შეცდომას არ გაბატიებს. მეკონგის მდინარე მიედინება ჩინეთში, მიანმარში, ლაოსში, ტაილანდში, კამბოჯასა და ვიეტნამში. გარდა მშვიდად გამოიყურება, მაგრამ მის ქვეშ და წარსულში ქაოსი იმალება. ყოველწლიურად ასობით ადამიანი ირჩება მეკონგში. მისი დინება მოულოდნელია. ქვიშის ბარიერები ხშირად იცვლება, რაც ცურვასა და ნავით გადაადგილებას სახიფათოს ხდის. წვიმიან სეზონზე მდინარე გრძელდება და ძლიერდება და ამ დროს განსაკუთრებით ხშირად იკარგებიან მეთევზეები და ადგილობრივები. მაგრამ მეკონგში კიდევ უფრო ბნელი საფრთხეა. ჯერ კიდევ გასააქტიურებელი ბომბები, რომლებიც წარსულ ომებს მოჰყვება. ვიეტნამის ომის დროს მილიონობით ბომბი ჩამოაგდეს ლაოსზე, კამბოჯასა და ვიეტნამზე. ბევრი მათგანი არასდროს აფეთქებულა. მეკონგს ზოგჯერ ზევით ამოყავს ეს ბომბები და დინებით ადგილმდებარეობას უცვლის. ისინი დღემდე ანადგურებს და კლავს უდანაშაულო ადამიანებს. მდინარე ასევე სერიოზულად დაბინძურებულია.
განსაკუთრებით ფერმერული ქიმიკატებით, პლასტმასით და ადამიანების ნარჩენებით. ქალაქები როგორებიცაა ფნომპეი და ჰო-ში-მინი, მათ სიახლოვეს წყალი ხშირად შეიცავს საშიშ ბაქტერიებს და ნივთიერებებს, მათ შორის დაერიშხანს. მეორე ადგილას მეგონგი არც სასმელად ვარგისია და არც საცურავად. კოსის მდინარე განგის შენაკადია, მაგრამ მას ბიაჰარის სევდასიძახია. და ეს არ არის არც ცხოველების ან დაბინძურებული წყლის გამო, არამედ ბევრად უფრო საშინელი მიზეზით. ეს მდინარე მოძრაობს. ყოველ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ კოსი მიმართულებას იცვლის. არა რამდენიმე მეტრით, არამედ ათეულობით კილომეტრით. ამას აბულსია ეწოდება. როდესაც წყალი ნალექების დაგროვებისა და წყალდიდობების გამო იძულებულია ახალი გზა გაჭრას. მთელი ქალაქები ერთ ღამეში ქრება. 2008 წელს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევა. მდინარე ნაპირს გადასცდა და მიმართულება უცებ აღმოსავლეთით იცვალა. ინდოეთსა და ნეპალში 3 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. სოფლები ნათესი მიწები დაცარიელდა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარის დამორჩილებას ცდილობდნენ კაშხალებითა და დამცავი კედლებით, კოსი მაინც არაპროგნოზირებადია. ჰიმალაებიდან ჩამოსული ნალექი მუდმივად წევს მდინარის ფსკერს მაღლა და უკვე ზოგ ადგილას მდინარე გარშემო მიწაზე მაღლა მიედინება. სეპიკის მდინარე პაპუა-ახალ გვინეაში ერთ-ერთი უკანასკნელია დედამიწაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის კაშხალებით გარემოცული. ის 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მიედინება დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ და გარესამყაროსგან მოწყვეტილ მიწაზე. სწორედ ეს შორს ყოფნა მისი მთავარი საფრთხეც. მდინარის დიდ ნაწილში არ არსებობს გზები, ხიდები და პრაქტიკულად არც სამედიცინო დახმარება. სოფლები მთლიანად ეყრდნობიან ხის კანოეებს, მათ შორის საგანგებო შემთხვევებშიც. ერთი უბრალო ჭრილობა ან ინფექცია შესაძლოა სასიკვდილო გახდეს, როცა უახლოეს კლინიკამდე გზა დღეებს ითვლის. მდინარე სეპიკში უმრავი აგრესიული ნიანგია. არსებობს დადასტურებული შემთხვევები, როცა ისინი მეთევზეებს და სოფლელებს დაესხნენ თავს. ადგილობრივები საუკუნეების განმავლობაში ამ ცხოვრებთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ დაღუპვები ყოველწლიურად მაინც ფიქსირდება. წვიმების სეზონზე წყალდიდობები მთლიანად ანგრევს ბოძებზე აშენებულ სოფლებს, ხოლო ნიანგები და გველები წყალდიდობის დროს ადამიანების საცხოვრებლებს შეღწევენ. საფრთხეს ქმნის თვითონ წყალიც. დატბორის პერიოდში წყლის მაღალი ბაქტერიული დაბინძურება იწვევს დიარეის გავრცელებას და კანის ინფექციებს. აქ ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს. ბევრი სოფლელი ელემენტარულ წყალმომარაგებას და სანიაღვრეს სისტემას არის მოკლებული. სეპიკი არც ქარხნებითაა დაბინძურებული და არც ბომბებით დამოხტული, მაგრამ მაინც მომაგვინებელია, რადგან აქ ბუნება დაუნდობელია. სეპიკზე გადაწყვეტილებებს ადამიანი არ იღებს, იქ ყველაფერს ბუნება წყვეტს. ესპანეთის სამხრეთში მდებარე რიო ტინტო ისეთ საბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ფოტოშოპით იყოს დამუშავებული. მუქი წითელი ფერი არარეალურად გამოიყურება, მაგრამ ეს სრულიად ნამდვილია და უკიდურესად სახიფათო. მდინარე გადის ერთ-ერთ უძველეს სამთო-მომბოვებით ზონაში, რომელიც რომაელებმა და თანამედროვე ინდუსტრიამაც გამოიყენა. საუკუნეების განმავლობაში აქ მოიპოვებოდა სპილენძი, ვერცხლი და ოქრო. სწორედ ამის შედეგია, რომ წყალი გადავსებულია მჟავებით და მძიმე ლითონებით. მისი pH დონე შესაძლოა 2.0-მდე დაეშვას, რაც კუჭის მჟავის ტოლია. ამის გამო რიო ტინტოში არ არსებობს არანაირი ჩვეულებრივი სიცოცხლე, არც თევზი, არც მცენარე, ხოლო ისეთ მიკროორგანიზმებს შეუძლიათ არსებობა, რომლებიც უკიდურეს პირობებში ცოცხლობენ. ეს არსებები იმდენად გამორჩეულები არიან, რომ NASA-ს მეცნიერებიც კი სწავლობენ მათ, რათა გაიგონ, როგორ შეიძლება სიცოცხლის არსებობა სხვა პლანეტაზე. რიო ტინტოში შესაძლოა შემთხვევით არ ჩავარდე, მაგრამ მისი ტოქსიკური წყლები მაინც ქმნის საფრთხეს. წვიმის დროს მჟავა და მძიმე მეტალები ვრცელდება ახლომდებარე ნიადაგში და ნაკადულებში. ადგილობრივები უჩიويان მოსავლიანობის დაკარგვას და კანის დამწრობებს დაბინძურებულ წყალთან შეხებისას. ეს მდინარე არ აღრჩობს, ის წვავს. შემდეგი მდინარე კი, რომელიც ერახს მიუყვება, ერთ დროს ცივილიზაციის აკვანი იყო, მაგრამ დღეს ის კრიზისში ირჩება. ომიანმა წყლებმა, ინფრასტრუქტურის დაშლამ და არასწორმა მმართველობამ მისი დიდი ნაწილი აქცია დაბინძურებულ და საშიშ წყლად. ინდუსტრიული ნარჩენები, ფეკალური გამონადენი და ნავთობი შერეულია დინებაში. ერაყის წყლის რესურსების სამინისტროს განცხადებით, დღეს ზოგი მონაკვეთი უკვე ადამიანებისთვის გამოუსადეგარია. საფრთხე მხოლოდ გარემოს დაბინძურება არ არის. მდინარის ბევრ მონაკვეთში კვლავ რჩება დანაღმული ადგილები, წარსული ომების მტკივნეული მემკვიდრეობა.
დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მცურავებმა ან ნავებმა აფეთქებები გამოიწვია. დამატებით ზემოთ მდებარე ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, აკონტროლებენ ტიგროს ნაკადს, რაც ხშირად იწვევს წყალმომარაგების მოულოდნელ შეწყვეტას. ეს კი დამანგრებლად მოქმედებს იმ ფერმერებზე, ვინც სარწყავ წყალზეა დამოკიდებული. ეს მდინარე ერთ დროს სიცოცხლეს იძლეოდა. ახლა კი გადააქვს შიმშილი, დაავადებები და საფრთხე. ტიგროსი უკვე მხოლოდ დაფინძურებული მდინარე აღარ არის. ის იარაღად იქცა. გინახავთ მდინარე, რომელიც რუკას თვლის. პარანა, სამხრეთ ამერიკის მეორე ყველაზე გრძელი მდინარე ამაზონის შემდეგ, ამას ნამდვილად აკეთებს და ხშირად მომაკვდინებელიცაა. პარანა 4800 კილომეტრზე მეტს მოიცავს. გაივლის ბრაზილიას, პარაგვაიას და არგენტინას. წვიმიან სეზონებზე მისი წყლები ნაპირებს ცდება, შთანთქავს სოფლებს, გზებსა და მინდვრებს. 1993 წელს არგენტინაში კატასტროფულმა წყალდიდობამ 100,000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლა, მაგრამ ყველაზე საშიში მისი მოძრაობა. პარანა ცვლის კალაპოტებს, ქმნის ახალ კუნძულებს და ძველებს ანადგურებს. სწორედ ამიტომ ადგილობრივები მას ეძახიან მდინარეს, რომელიც თავისით მოძრაობს. ეს მას ნავიგაციისთვის უახლესად სახიფათოს ხდის. ყოველწლიურად მოულოდნელ დატბორვებს და ნაპირცვლას მსხვერპლი მოჰყვება, ძირითადად მოულოდნელად. გარემოს ცვლილებები კი ამას კიდევ უფრო ამძიმებს. ტყეების გაჩეხვა წყალში აჩენს ნალექს, რაც მდინარის ფსკერს ამაღლებს და ზრდის დატბორვის რისკს. კლიმატის ცვლილება კი წარმოშობს ძლიერ და ხშირ წვიმებს, რაც მდინარეს კიდევ უფრო არაპროგნოზირებად ხდის. მიუხედავად იმისა, რომ იტაიბუს მსგავსი კაშხლები მდინარის რეგულირებას ცდილობენ, პარანა კვლავ ქარიშხალივითაა ბუნებაში, ვინც მასთან ცხოვრობს, სწრაფად სწავლობს ერთ რამეს, პატივი მიაგა მდინარეს, თორემ ყველაფერს დაგარგავ. ორინოკო შეიძლება ყველას არ სმენია მისი სახელი, მაგრამ ვენესუელასა და კოლუმბიაში ეს მდინარე შიშას იწვევს და პატივისცემასაც. ორინოკო თითქმის 2140 კილომეტრიანია და გაივლის ხშირ ტყეებს, მიუწვდომელ სოფლებთან და უზარმაზარ ჭალებთან. მისი წყლები ხშირად მშვიდად გამოიყურება, მაგრამ საფრთხეები სიღრმეში იმალება. წვიმიან სეზონზე მდინარე სწრაფად იმატებს, ხშირად ბორავს დიდ ტერიტორიებს, აიძულებს ველურ ცხოველებს და ადამიანებს საცხოვრებელი დატოვონ. გზები ქრება და ერთადერთი ტრანსპორტი ნავია. ასეთ პირობებში მარტივი შემთხვევაც კი საბედისწერო შეიძლება გახდეს. ორინოკოში ბინადრობენ უამრავი სახიფათო არსებები, გიგანტური ანაკონდები, შავი კაიმანები და ელექტრული გველთევზები. კაიმანი 400 კილოგრამამდე იწონის და იმაზე სწრაფად გადაადგილდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. თავდასხმები იშვიათია, მაგრამ ხშირად მომაკვდინებელი. მიწის ქვეშ კი ადამიანი ქმნის ახალ პრობლემას. არალეგალურმა სამთო სამუშაოებმა წყალი მერკურით მოწამლა, რაც თევზებსაც აზიანებს და იმ ხალხსაც, ვინც თევზაობით ირჩენს თავს. ორინოკო შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდეს, მაგრამ მისი ლამაზი ხედების მიღმა საფრთხეა. ვინც აქ ცხოვრობს, იცის, გადარჩენა მხოლოდ პატივისცემით იწყება. საშიში მდინარე ყოველთვის არ არის ხმაურიანი ან მძვინვარე. ზოგჯერ საფრთხე ჩუმად მოდის. ზუსტად ასეა ორეგონში მდებარე ტუალატინის მდინარეც. ის პატარა და წყნარი მდინარეა, მაგრამ დაბინძურებამ ის სახიფათო გახადა. ქალაქებიდან ჩამონადენი სასოფლო სამეურნეო ქიმიკატები და საწარმო ნარჩენები ტუალატინში ჩაედინება. ზაფხულში ეს იწვევს ტოქსიკური წყალმცენარეების გამრავლებას, რომლებიც თევზებს კლავს და ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის საშიშია. ბოლო 10 წლის განმავლობაში მდინარეში არაერთხელ მოხდა თევზების მასობრივი ხოცვა. ათასობით მკვდარი თევზი გამოერიყა ნაპირზე. როდესაც წყალმცენარეები ჭარბობენ, ჟანგბადი წყალში იკლებს და ეკოსისტემა ზიანდება. ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის ეს ჯანმრთელობის რისკსაც ქმნის. დაბინძურების შემცირების მცდელობებმა გარკვეული შედეგი მოიტანა, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ დიდია. ურბანული და სოფლის მეურნეობის ზრდა მდინარესთან კიდევ უფრო ფრთხილად მიდგომას მოითხოვს. ტუალატენი შესაძლოა წყნარად გამოიყურებოდეს, მაგრამ მის სიღრმეში ქიმიური საფრთხე ჩუმად ფოთფოთებს. პოტომაკის მდინარე გადის ვაშინგტონის შუაგულში და მშვიდად გამოიყურება, მაგრამ ეს წყნარი იერსახე ხშირად მატყუარაა. ყოველ წელს ათობით ადამიანი ირჩება მდინარეში, თუნდაც ტურისტული პარკებისა და ბილიკების ახლოს. მთავარი საფრთხე კი ზედაპირზე არ ჩანს. წყლის ძლიერი ნაკადები და დაფარული ტურბულენტობა ძლიერ მოცურავებსაც კი საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით კი გრეით ფოლსის მახლობლად. ზაფხულში მდინარე ძალიან პოპულარულია. ადამიანები აქ კაიაკინგით, ბუშტებით, სრიალითა და თევზაობით ერთობიან, მაგრამ სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა. ზოგიერთ წელს პოტომაკში უფრო მეტი ადამიანი ირჩება, ვიდრე მის უფრო დიდ მეზობელ მდინარეებში. დაბინძურებას პრობლემაა. ძლიერი წვიმის შედეგად წყალში ბაქტერიების დონე იმატებს და ცურვა სახიფათოა. ადგილობრივი ხელისუფლება აფრთხილებს ხალხს, მაგრამ მდინარე ზედაპირზე მაინც მშვიდად გამოიყურება, რაც ბევრის ყურადღებას ატონებს. პოტომაკი გვასწავლის, ხანდახან ყველაზე ნაცნობი ადგილებით შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.